მოვიდით მაღაზიაში. დილამშვიდობის ყველას მოგესალმებით. ჩემთან არის ზუსტად დილის 10 საათი. მივიდივარ მაღაზიაში, რა პროდუქტები უნდა მოვიდეთ. კარტოფილის ომლეტი. უკეთესი დღეები მოდის. იყავი მომთმენი. ცხოვრებაში სინანული არ არსებობს. მხოლოდ გაკვეთილები, რომლებიც ისწავლე. რა იცი ამ გამლელებმა რამდენ სევდას იტევს გული. რას განიცდი? რისთვის ფიქრობ თუ შეგრჭა ისევ სული? სალამი. როგორ ხართ? მოკლედ ეს დაწყება მომეწონა. რამდენიმე დღეა უკვე მას ვიყენებ. ასე რომ უკვე 100 მოგესალმებით ხომ ეს იქნება ესე რომ ვთქვათ ჩემი დაწყების დებისი. როგორ ხართ? გონია რომ მიხდება. კარგით. როგორ ხართ ოპერაშვებით? ხო, 3 დღეა მგონი თუ 4 არ გამომჩენი ვარ. მოგიკითხავთ დიდი სიტყვით და სიყვარულით. იმედი მაქვს რომ ყველანი ხართ ძალიან ძალიან კარგად. მე თუ მკითხავთ როგორ ვარ? კარგად ვარ. კარგად ვიძახით რომ ვართ. მოკლედ დღეს არის მოდი ესე დავიწყებ მილოცვით, დაბადების დღის მილოცვით და მერე გავაქცელებ უბრალოდ დავასრულებ სხვა თემით. უბრალოდ ერთ კომენტარს მინდა შევეხო. ჯერ იმით დავიწყებ რომ გიორგის ვლოგს მიულოცავ ჩემი არხიდან, ჩემი არხის საშუალებით დაბადების დღეს. გიო, ჩემო პატარა ძმო, ისიც მოგილოცე, მაგრამ აქაც მინდა რომ მოგილოცო. გილოცავ შენს დღეს, რავას დაესწარი, მიდრიერი, ჯამრთელი, გახარებული, წარმატებული ბიჭი იყავი. შენ საყვარელ ხალხთან ერთად დაესწარი მრავალს და როგორც ჩემ საკუთარ ძმას დავლოცავ, ისე დავლოცავ შენ. მიხარია რომ გაგიცანით, მიხარია რომ გიცნო და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ ცხოვრებაში. და შენი კიდევ კომენტარში რაც მოგწერე, რაც შეეხება დაოჯახებას, მე დამელოდე რომ ჩამოვალ მე ერთი კარგად გავაჯაზოთ მე და თქვენ. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. მოკლედ გილოცავ კიდევ და კიდევ ჩემკარგო და დაესწარი აი რავი 100 წელი ისე იყავი როგორც შენს გულს უნდოდეს. მიხარია რომ გიცნობთ
გაფასებთ, როგორც ჩემი ოჯახის წევრები, ისე ხართ ჩემთვის, მართლა. მოკლედ, ერთ კომენტარს შევეხები. კომენტარი დაიწერა, არ ვიცი, ოღონდ მამრობის სქესია თუ დედრობის სქესის წარმომადგენელი, მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს. მიწერს ესეთ რაღაცას, რომ რომელ ქვეყანაში ხარ. ეთყობა, არ ვიცი, შეიძლება ახალი ხარ, შეიძლება ძველი ხარ, მაგრამ ვიდეოებს ბოლომდე არ უყურებ ხოლმე, თორემ გეცოდინებოდა სადაც ვარ. სადაც ვიმყოფები. თუმცა ახლა რა თქმა უნდა, მისამართს თუ გულისხმობ და უბანს თუ გულისხმობ, რა თქმა უნდა, რომ მაგას არ ვიტყვი და მაგის მიზეზებიც არის, რატომაც არ უნდა ვთქვა და არც არის საჭირო, რა თქმა უნდა. კაი, ეს კომენტარი ისეთი არაფერი, მაგრამ რამდენიმე მკითხა წინა ვლოგებში, რომ რამდენი მაქვს ხელფასი, ანაზღაურება, მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ეს კითხვა არ უნდა დასვა, იმიტომ რომ ჩემი აზრით არის უტაქტობა. მით უმეტეს, როდესაც შენ უცნობ ადამიანს ეკითხები, თუ რამდენი აქვს ხელფასი. ეს არ არის სწორი შეკითხვა და საერთოდ არც უნდა დაისვას ჩემი აზრით. მით უმეტეს, როგორც უკვე გითხარი, უცხო ადამიანი ხარ ჩემთვის და არ ვარ არანაირად ვალდებული და არც გიპასუხებ, რა თქმა უნდა, რამდენი მაქვს ხელფასი. მოდი ესე გეტყვი, რომ საკმაოდ კარგი ხელფასი მაქვს. არ ვიცი, რამდენად დავაკმაყოფილე თქვენი ცნობის მოყვარეობა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მე მიმაჩნია უტაქტობად. არის კიდევ რაღაც კითხვები, რომლებიც ასევე მიმაჩნია უტაქტობად. არ უნდა დასვათ ესეთი კითხვა. არავითარ შემთხვევაში. მე მგონი, რომ ბევრი დამეთანხმებით ამაში. და მხოლოდ მე არ ვფიქრობ ამას, რომ ესეთი მსგავსი კითხვები არის უტაქტობა. და ადამიანს ეს კითხვა არ უნდა დაუხსვა. ვინც მეთანხმებით, დამიწერეთ კომენტარებში და ვინც არ მეთანხმებით, იმათაც დამიწერეთ კომენტარებში. მე ვჭება, რომ ვინმე იყოთ ისეთი, ვინც არ მეთანხმებოდეთ, მაგრამ მაინც დამიწერეთ კომენტარები, მაინტერესებს თქვენი აზრი. და მეორე კიდევ ის, რომ ადამიანს რაღაცას რომ ეკითხები, თუნდაც ესეთ რაღაც მსგავს უტაქტოს, ერთხელ ორჯერ რომ დაუსვავი ერთი და იგივე კითხვას და პასუხს არ გაგცემს, უნდა მიხვდე, რომ არ უნდა პასუხის გაცემა და თავს იკავებს პასუხის გაცემისგან, ხო? ნორმალური ადამიანი თუ ხარ, უნდა მიხვდე. მე მაგალითად, რასაც საჭიროდ თვლი, რომ უნდა მეთქვა თქვენთვის, ის უკვე თქვი. და არის თემები, რა თქმა უნდა, რასაც მე სააშკარაოზე არ გამოვიტან, არასდროს და არ ვისაუბრებ. არ არსებობს. ვიცი, რა თქმა უნდა, ზღვარი და იმ ზღვარს ყოველთვის დავიცავ. მე არ ვიცი სხვა ბლოგერები როგორ არიან და რას გიყვებიან, მაგრამ ადამიანის პირადი არის პირადი. კიდევ იყო კითხვები, რომ დაოჯახებული თუ ხარო და რაღაც მსგავსები, მეორემ დამიწერა, რომ დროა უკვე დაოჯახდეო, არ ვიცი, ვისაც გამოწერილი ყავართ, ან არ ყავართ და ისე უყურებთ ჩემს ბლოგებს, ვიდეოს, რა მნიშვნელობა აქვს. ერთ-ერთ ვიდეოში ვსაუბრობ მე დასაწყისში, რომ ტობა ჩემს ბლოგებს არ უყურებ ბოლომდე, როგორც ყველა ბლოგერებს არ ვიცი და წინ ახვევთ და ასე უყურებთ. ამიტომ არის რომ უნდა უყუროთ ვიდეოს ბოლომდე, თუ რაღაცები გაინტერესებთ და თუ თვლით რომ ის ბლოგერი, რომელსაც თქვენ უყურებთ, საინტერესოა, უნდა მოისმინოთ ჩემი აზრით ყველაფერი. წინ არ უნდა გადაახვიოთ, მით უმეტეს მე მაქვს ნათქვამი, რომ
სპეციალურად არ ვიღებ იმხელა ვლოგს, რომ მოსაფეთრებელი იყოს თქვენთვის. დრო რა სწრაფად გადის ისე. კი, სწრაფად გადის. საერთოდ ზაფხული ესე გავიდა ჩემო კარგებო, რომ აი, არ ვიცი, ვერ გავიგე. ანუ ისე გაიპარა ზაფხული, რომ ზღვაში ფეხით კი არ ჩამეყვია. ვიღარ ჩემსავით. ვის გაგეპარათ ისე ზაფხული, რომ სულ მუშაობდით და დასასვენებლად ვერც კი წახვედით და ვერ დაისვენეთ. დამწერეთ ეგაც კომენტარებში, მაინტერესებს ძალიან. მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ. არ მინდა რომ დიდი ვიდეო გამოვიდეს. თაქ-თაქ იმ მშვიდობებით ყველას გისურვებთ მშვიდობიან საღამოს. ესევე დაგიდებთ, არ დავამონტაჟებ როგორც გითხარით და უფალი გფარავდეთ თქვენც და მეც. გამომწერები ვემატებით და ძალიან ახარებს, ყველას უღრმესი მადლობა, ახლებსაც და ჩემს ძველებსაც. კომენტარებში აქტიურად ძალიან გთხოვთ, ვისაც შეხვდება ჩემი ბლოგი, ძალიან გთხოვთ გამოიწეროთ და არხი და ვიდეოს უყუროთ ბოლომდე. მადლობა ყველას უღრმესი და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. დროებით.